გამარჯობა, დღეს მინდა შევეხო საკმაოდ საინტერესო ისტორიულ თემას, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრს შეიძლება არც კი გაუგია. ამ ვიდეოში მინდა განვიხილო, თუ სინამდვილეში რა იდეოლოგიის არიან რადიკალური დაჯგუფების ტერორისტები ახლო აღმოსავლეთში და ვინ იყო ამის ფუძემდებელი. 1921 წელს ბრიტანელებმა დანიშნეს მუფტი სახელად ჰაჯ ამინ ალ-ჰუსეინი, რომელიც მოღვაწეობდა ოკუპირებულ იერუსალიმში, ანუ ისრაელის დედაქალაქში და იგი აქტიურად აწარმოებდა ანტიებრაელურ პროპაგანდას არაბებში, რადიკალურ დაჯგუფებებთან ერთად და საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა ნაცისტებთან, გერმანელებთან და პირადად შეხვედრილიც არის გიტლერთან. 1941 წელს იგი პირადად ესტუმრა გერმანიას, შეხვდა გიტლერს და რა თქმა უნდა მათ არ უსაუბრიათ ახლა იქ ეკონომიკურ კრიზისზე ახლო აღმოსავლეთში ან გლობალურ დათბობაზე მსოფლიოში. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო თუ როგორ მოეგვარებინათ ებრაელების საკითხი, როგორ გაეწყვიტათ ჩვენიერი ბოლომდე და ეს თემა იყო მთავარი განხილვის თემა მათ შორის. ამ შეხვედრაზე ჰაჯ ამინ ალ-ჰუსეინმა გიტლერს გამოუცხადა 100%-იანი თანადგომა და მან აგრეთვე შექმნა ტერორისტული დაჯგუფება ევროპაში, რომელიც ეხმარებოდა გიტლერს ომში და ასევე ებრაელების დევნაში. ასევე მას გიტლერმა უბრძანა, რომ ეგრეთ წოდებულ პალესტინაში, ანუ ოკუპირებულ ისრაელში, რაც კი დარჩენილი ებრაელები იყვნენ, ყველანი გაეწყვიტათ. მოკლედ, ჰაჯ ამინ ალ-ჰუსეინმა შეიტანა ახლო აღმოსავლეთში ეს ნაცისტური იდეოლოგია. ასევეც ახალმა, როცა დაიწყო 2023 წელს სახმელეთო ოპერაცია ღაზაში, მათ სკოლებში და სახლებში აღმოაჩინეს გიტლერის წიგნები, Mein Kampf, რომელსაც ასწავლიდნენ ტერორისტები თავიანთ შვილებს, რათა გაეზარდათ და გაზარდონ ისინი უფრო მეტი სიძულვილით ისრაელისადმი და ებრაელებისადმი. დაჯგუფებები, რომლებიც არის ხამასი, ჰეზბოლა, აიზისი და ასე შემდეგ, ეს ტერორისტული დაჯგუფებები არა მარტო რადიკალური ისლამური დაჯგუფებები არიან, არამედ ისინი სუფთა ნაცისტური იდეოლოგიით ცხოვრობენ. ასე რომ არ არის გასაკვირი თუ რატომ ზუსტ ასე ძალიან ებრაელები რადიკალებს ახლო აღმოსავლეთში, მათ არ სურთ მხოლოდ ჩვენი მიწა, მათ უნდათ ჩვენი ფიზიკური განადგურება, სულიერი განადგურება, რომელიც რა თქმა უნდა არ გამოუვათ, როგორც არ გამოუვიდათ ნაცისტებს, როგორც არ გამოუვიდა რომის იმპერიას, ბერძნებს, როგორც არ გამოუვიდათ სხვა დიდ იმპერიებს. როგორ დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი გერმანიისთვის და ნაცისტებისთვის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. გიტლერმა თავი მოიკლა, დღემდე არავინ არ იცის მისი ძვლები სად ყრია. ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ 30 წლის მანძილზე ებრაელები ნადირობდნენ ნაცისტებზე და სხვადასხვა ქვეყნებში ხოცავდნენ მათ. და მუფტიმ უბრალოდ გაასწრო მოსად და თავის სიკვდილით გარდაიცვალა სამწუხაროდ. ასე რომ ისინიც გაიზიარებენ თავიანთი წინამორბედების ბედს და დაისადგურებს ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობა ისრაელის მიწაზე, მთელ ახლო აღმოსავლეთში და ებრაელები, მუსულმანები და ქრისტიანები ვიცხოვრებთ მშვიდობიან ქვეყნებში, რომლებშიც არ დააჭრიან ბავშვებს თავებს, არ გაიტაცებენ მათ, არ გააუპატიურებენ ქალებს, ორსულებს, მუცლებს არ გაუფატრავენ და აღარ ჩაიდენენ იმ საშინელებას, რასაც უკვე ისინი საუკუნეების მანძილზე აკეთებენ. ეს არ დაწყებულა არც დღეს, არც 7 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში და მით უმეტეს არც მარტო ებრაელების მიმართ. ეს არის როგორც ებრაელების პრობლემა, ეს არის ასევე ქრისტიანების პრობლემა და ასევე მუსლიმების პრობლემა. მეორე მსოფლიო ომში თუ 6 მილიონი ებრაელი გარდაიცვალა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ 70 მილიონი მთელი მსოფლიოდან დაიღუპა. ასე რომ ეს ტრაგედია არა მხოლოდ ებრაელებს ეხებოდა, არამედ მთელ მსოფლიოს. უბრალოდ როცა მთელი მსოფლიო თვალს ხუჭავდა ებრაელების ხოცვა-ჟლეტვაზე, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ იგივე ელოდებოდათ მათ. ასე რომ მოიწონეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება ბევრმა, რომ ყველამ გაიგოს თუ ისვე ომებით ებრაელები დღეს და რომ ეს არ არის მარტო ისრაელის პრობლემა და ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, გამძლეობას და მომავალ შეხვედრამდე.